Ursula von der Leyen's ევროპარლამენტში კიდევ ერთი უნდობლობის ვოტუმი ემუქრება. დებატები და განჭისყრა მომავალ კვირას სტრასბურგში საპარლამენტო სესიაზე გაიმართება. პარალელურად მსოფლიო გამოწვევების ფონზე ევროკავშირი კრიზისს აღიარებს. კაია კალასი და კერძო საუბრებში ამბობს, რომ შესაძლოა კარგი მომენტი იყოს დალევის დასაწყებად. კრიზისი ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე ნინი გოგიშვილი გვერდება თემით პირდაპირ ეთერში. მოქმედი ევრობიუროკრატების პოლიტიკა, რომ ევროპელი ხალხის ინტერესებს არ პასუხობს, ამას უკვე ევროპელი პოლიტიკოსებიც საჯაროდ აცხადებენ. მოქმედებაც დაწყებულია. ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის იმპიჩმენტს კიდევ ერთხელ განიხილავენ, მანამდე კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოლიტიკა ღიად დაიწუნა სლოვაკეთის პრემიერმა და მისი შეცვლის აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა. ეს ის მოცემულობაა, რომელზე უკვე დიდი ხანია ოფიციალური თბილისი ყურადღებას ამახვილებს. ევროპაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი ამ კრიზისის ავტორთა შეცვლა, ანუ მათი, ვინც საკუთარი პოლიტიკის ცვლილებას არც კი განიხილავს. ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე კრიზისი ვეღარ ციმალება და უკვე ხელის გულზე ცდებს. ამ კრიზისის ავტორების ცვლილება კი დღის წესრიგში დგას. ასე ბოლო 6 თვეში უკვე მეოთხედ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიმართ უნდობლობის ვოტუმი გაიმართება. პოლიტიკური ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის Ursula von der Leyen's სამხრეთ ამერიკის მერკოსურის ქვეყნებთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებით ევროპელი ფერმერების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. von der Leyen's კომისიის წინააღმდეგ ჩვენი უნდობლობის რეზოლუცია ოფიციალურად მიღებულია და მიმართვა დასაშვებად გამოცხადდა. დოკუმენტს 104-მა ევროპარლამენტარმა მოაწერა ხელი. დებატები ორშაბათს საღამოს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა ხუთშაბათს ჩატარდება. ევროპელი ხალხის ინტერესების მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები, ასე მოქმედი ევრობიუროკრატების მმართველობა ფასდება, თანაც ევროპარლამენტარების მხრიდან. ამიტომაც von der Leyen's იმპიჩმენტის ინიციატივას მათგან მხარდაჭერა აქვს. von der Leyenმა ისევ და ისევ იმედები გაუცროა ევროპელებს. მისი წასვლის დროა. 2024 წლის ევროკავშირის არჩევნების შედეგი, რომელმაც ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიების სასარგებლოდ შეცვალა, პოლიტიკაში უნდა ითარგმნოს, რათა ბრიუსელმა აჩვენოს, რომ ის უსმენს საკუთარ მოქალაქეებს. შექმნილი კრიზისის ავტორთა სიაშია von der Leyen's მარჯვენა ხელიც. რამდენიმე დღის წინ კაია კალასის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ღიად ალაპარაკდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. კალასი აღიარებს მძიმე გეოპოლიტიკურ მოცემულობას, თუმცა ევროპელები, რომ მისგან რაციონალურ გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდონ, ეს მისივე კომენტარიდან გამოჩნდა. უფრო მეტი კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი დიპლომატების გამოხმაურებიდან. სოფლიოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით შესაძლოა კარგი დროა დალევის დასაწყებად. ამ შემთხვევაში მეგირჩევდით ობედეო რიგას ჯინსს. როგორც ჩანს, ახლა ძველი კარგი რიგის ბალზამებიდან უფრო დახვეწილზე გადავდივართ. ეს პროცესი რეალურად ბევრ რამეზე მეტყველებს. საერთაშორისო კრიზისის ფონზე ევროპა უფუნქციოდაა დარჩენილი და ამას ევრობიუროკრატები თავადაც იაზრებენ. ასე ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი ხალხის ინტერესებზე წინ გარე აქტორების დაკვეთას აყენებ. ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს მათთვის გარედან თავსმოხვეული რაღაც დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის ინტერესებს. ეს აისახება მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაში, ზოგადად საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დღეს არის აშკარად არაპროფესიონალური, სერიოზული მოლაპარაკებების, განხილვების, მათ შორის იმას, რაც ევროპის კონტინენტს ეხება, ამისი სერიოზული მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე ზის მაგიდასთან ხატოვან გამოქვას, რომელსაც თავად ევროპელები იყენებენ უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით. დღეს რა განცხადებებიც გვესმის და ზოგადად რა პროცესებიც მიმდინარეობს ეროვნულ პარლამენტებში, ევროპარლამენტში. ეს არის ის გამოძახილი იმ იდეოლოგიური კრიზისისა, რის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი და იმ უკმაყოფილებისა, რომელიც არის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. სწორედ ამ ელიტის ხელში გაიარა და დაუშვა ევროკავშირმა, ზოგადად ბრიუსელმა ძალიან მძიმე გეოპოლიტიკური შეცდომები. კაია კალასი იქნება თუ სხვა
ასეთი განცხადებების გარდა როგორც ჩანს სხვა არაფერი სერიოზული განცხადება, სერიოზული გადაწყვეტილებები და სერიოზული პასუხი ამ არსებით პრობლემებზე როგორც ჩანს მათ უკვე აღარ აქვთ. ევრობიუროკრატთა სისტემის გაჯანსაღება ეს კი მართველი გუნდის ხედვით ის მთავარი წინაპირობაა, რაც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში კრიზისს დაასრულებს და ასე საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებსაც შეცვლის.